სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას ყველანაირი დახმარება შეუწყვით. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოება შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონისგან მიღებული წერილი გააცნო. ზურაბიშვილის თქმით, შვედეთის პრემიერი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო წუხილს გამოთქვამს. შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის აგენტოსი სიდასი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში. შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიულ განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელო კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის მოთხოვნებად კვლავ რჩება ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ყველასი განთავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუსის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენ პოზიციებს და ჩვენ მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები.